რესპონდენტებმა, რომლის მოსაზრებებსაც ვისმენთ ახლა, ძალიან ბევრი შეკითხვა დასვეს, რომელზეც პასუხი სამწუხაროდ არ გვაქვს და ბუნდოვანი არის ამ რეფორმის შემდგომ განათლების სისტემის მომავალი. თქვენ რა მიზანს ხედავთ ამ რეფორმით? რა არის რეალურად ამ რეფორმის მიზანი? მართალი კითხვით მე უფრო მეტი კითხვა გამიჩნდა საერთოდ ძალიან მიჭირს რომ ამ დოკუმენტს რამდენიმეჯერ გადავხედე, როცა როგორც კი ამაზე დაიწყო საუბარი და ამ დოკუმენტზე რაღაცა სერიოზული გამომეტყველები და სერიოზული სახით მსჯელობა ცოტა ცინიკური მგონია, იმიტომ რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებ. ჯერ ერთი ძალიან ბევრი ბუნდოვანი საკითხი არის და ძალიან კარგი იქნებოდა დღეს რომელიმე ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები ყოფილიყვნენ აქ აუდიტორიაში და იქნებ რაღაცნაირად თუმცა მათ პასუხებს ჩვენ იქნებ რაღაცა დაზუსტ იცით ძალიან ბევრი კითხვა საერთოდ ვერ გავიგე რა არის ერთადერთი ახლა ამ მოცემულობიდან რასაც უყურებ ეს ნიშნავს რომ ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა უპირველეს ყოვლისა უნივერსიტეტის ავტონომიაზე. აქ არის პირველ ერთ-ერთი პუნქტი არის უმაღლესი განათლების სისტემის გეოგრაფიული დეკონცენტრაცია. აქ პირდაპირ წერია, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ იარსებებს. წერია რომ პედაგოგიურობას უთხრათ არა ასე წერია რომ აი ბათუმში განსაკუთრებით აქცენტი უნდა გაკეთდეს პედაგოგიურ ფაკულტეტებზე მანამ დაანონსებული აგრარულ და პედაგოგიურ მანამ დაანონსებული იყო ისტორიული გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთო მე გვიწევს პედაგოგიური ანუ ეს ეგრე ფიქრობ მე მაქვს კითხვა რას ნიშნავს ისტორიული გამოცდილება თუ უმაღლესი განათლების ისტორია გადავხედათ საქართველოში გელათი გქონდა, იყალთო გქონდა და ნუ მე მქონდა ძალიან დიდი ჩავარდნა იმ ისტორიული კონტექსტის გამო. რას ნიშნავს ისტორიული გამოცდილება? ნუ ერთადერთი უნივერსიტეტი იყო საბჭოთა პერიოდში საქართველოში, ხო და ახლა ისევ ერთადერთ უნივერსიტეტში ბრუნდებით? არ მე ეს კითხვები მე თვითონ მაქვს რა პასუხები უნდა გაგცეთ, ხო? ძალიან გაუგებარი არის აი ყველა პუნქტის უკან რაღაცა ისეთი მახეები არის ჩაგებული, რომ რაღაც ესეთ ქვეტექსტებით უნდა იკითხო რაღაც პოსტმოდერნისტულად, რომ გაიგო იმის ქვეშ, თქვათ, ვისი ინტერესები დგას, რა ინტერესები არის და რა ხდება. არა, ბათუმის უნივერსიტეტში აქ ცალსახად ქვეტექსტი ეს არის, რომ არ იარსებებს უნივერსიტეტი და უნდა იყოს, მით უმეტეს ჩვენი უნივერსიტეტი ხო პედაგოგიურ უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა თავის დროზე, როცა არსებობდა და მხოლოდ დამოუკიდებლობის წლებში. თუმცა აგრარული მიმართულებითაც აქვს საკმაოდ სუყე ისტორია ბესეუს და თან ახლა აგრარული ექსტენციის ცენტრიც გაიხსნა რომელიც ასევე ამყარებს ამ პოზიციას. არ ვიცი, შეიძლება იმასაც აქვს შანსი, რომ შეიძლება თუ ეგრე გადაწყდა, რომ ამ პედაგოგიური ან აგრარული ორივეს აქვს შანსი, თუმცა ნახეთ ამაზე არ ვიცი, მეც ვერ მოყვებით, ეხა იდეის დონეზე ან ის იქნება, რადგან ითქვა, რომ რეგიონალური უნივერსიტეტები უნდა ორი მიმართულებით განვითარდეს, თუმცა აი ამ პერსპექტივიდან, ხო, ბესეუ, რომელსაც აქ აბსოლუტურად თითქმის ყველა მიმართულებით ამზადებს სპეციალისტებს, აი რა შეიძლება მოხდეს, როგორ წარმოგიდგენიათ ანუ თავისი შემადგენლობით, განათლების ხარისხის მიღწევა როგორ მოხერხდება, რა რესურსი არსებობს, სინამდვილეში რა არის მიზანი, აი ამ ყველაფერზე კითხვები ჩნდება, პასუხები რა მოდის? უნივერსიტეტს აქვს აკრედიტებული პროგრამები. კი ბატონო, აქვს რვა ფაკულტეტი. აი ამ ფაკულტეტებზე და იმ პროგრამებზე ფაკულტეტი არ ნიშნავს ერთ პროგრამას, ხო? ფაკულტეტი არის რამდენიმე პროგრამა ხორციელდება, რა. აკრედიტებული პროგრამების არსებობა ნიშნავს, რომ თავად სახელმწიფომ გასცა, ხო, ეს აკრედიტაცია. ნიშნავს, რომ ის აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და ამ დონეს, ხო? აი თუ გუშინ და თან წინა წელს ჩატარდა, ხო, აკრედიტაცია, თან კლასტერული აკრედიტაცია, რა. და თუ წინა წელს აკმაყოფილებდა და მიეცა უნივერსიტეტებს ამ პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა, ეხლა რა ხდება, ხო, რამდენიმე თვის მერე რა უნდა მოხდეს ისეთი, ანუ რა განაპირობა აი ასეთი სიჩქარე. ეს ერთი. მერე მეორე, როდესაც აკრედიტაციები ტარდება და აკრედიტაციები ხდება, უნივერსიტეტები ძალიან დიდ თანხას იხდიან თითოეული პროგრამის აკრედიტაციის ხარჯებისთვის. აი ეხლა 3+1-ზე თუ გადაიყვანეს უნივერსიტეტები, ჯერ თუ დავჭით ეგ ძალკე საკითხი, დავტოვოთ არ შეგსაკითხი და დავშვა და ვართ.
თუ 3+1-ზე გადავიყვანთ, იქ ხო ახალი აკრედიტაციები უნდა განხორციელდეს. ანუ უნივერსიტეტის ფინანსებისთვის ეს არის ძალიან დიდი დარტყმა. ჩვენ უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის სახელმწიფო დოტაციაზეა. ჩვენი უნივერსიტეტი არსებობს სტუდენტების მიერ გადახდილი თანხით. მათ შორის უცხოელი სტუდენტებიც, რომელთან დაკავშირებითაც ასევე ცვლილება არის აანონსებული, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს აღარ უნდა ქონდეს უცხოელი სტუდენტების მიღების უფლება. ეს კერძო უნივერსიტეტებმა უნდა გადაინაწილონ უცხოელი სტუდენტები. ეს არის ბესეუს შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო, ხო? ინდოელი სტუდენტი ყავს უამრავი. და აღმოჩნდა, რომ თვითონ იხსნის თავიდან ბოლომდე ყველანაირ პასუხისმგებლობას და ისევ ახალი აკრედიტაციების ხარჯი გადმოვა უნივერსიტეტის ფინანსური. სინამდვილეში ქალბატონ ლალი, აი ეს დაანონსებული იდეები უფრო გაძლიერება არის უნივერსიტეტების იმ ფორმით, რა ფორმითაც დაანონსდა, რომ ნახეთ, ერთი ფაკულტეტი, ერთი უნივერსიტეტი უფრო გაძლიერება არის ამ მიმართულებების თუ სინამდვილეში უფრო დასუსტება არის უნივერსიტეტების და კიდევ აქვე მინდა გითხრათ, ვისთვის არის უფრო ცუდი იმ ლექტორ-მასწავლებლებისთვის, რომლებიც ალბათ გაიცხრილებიან, იმიტომ რომ აღარ იქნებიან საჭირო და მოუწევთ დატოვონ სამსახურები თუ იმ სტუდენტებისთვის ან ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სოციალური პირობების გამო ვერ მოახერხებენ, რომ სხვა ქალაქში წავიდნენ სასწავლებლად. ბესეუ იყო ამისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მაღალმთიანეთის მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ყოფილიყო შესაძლებლობა მიიღოთ ის განათლება, რაც უნდათ ბევრი მიმართულებით. აი უფრო ცუდივისთვის არის ეს იდეა. ახლა პირველ რიგში რაც არის გასაკეთებელი და გასააზრებელი ის არის, რომ ბათუმის უნივერსიტეტის მნიშვნელობა რა იყო რეგიონისთვის. ეს არ არის მხოლოდ ის ადგილი, სადაც აკადემიური განათლება მიმდინარეობდა. აქ მიმდინარეობდა ბავშვების სოციალიზაცია და ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეგიონის, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონის სტუდენტებისათვის ბათუმთან კონტაქტი, პროფესორებთან შეხვედრები, უბრალოდ არაფორმალური ურთიერთობის დონეზე კი ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ თვალსაზრისით უდავოდ ასრულებს ბათუმის უნივერსიტეტი თავის როლს. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა ამისი საშუალება არ იქნება. გარდა ამისა, იცით, ბევრი კითხვა ჩდება. იმდენი კითხვა ჩდება, რომ ცოტა ძნელი არის დიფერენცირება, რომელიც არის. შესაძლებლობა, რომ თბილისში მესწავლა და ბესეუში ვისწავლე, მაგისტრატურაც მათ შორის. ამოცემულობით თუ ეს ცვლილება შემეხებოდა მე, მომიწევდა ან არ მესწავლა საერთოდ, არ ვიცი რა მომიწევდა, იმიტომ რომ ძალიან ბუნდოვანია მართლა მომავალი და ბესეუს არსებობის მნიშვნელობას მინდა რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი. სამწუხაროდ ბესეუს ოფიციალური პირები არ გთანხმდებიან ჩვენთან სტუმრობაზე, იმიტომ რომ ამბობენ რომ კიდევ ბევრი საკითხი არის გასაკვირი და ვერ ვილაპარაკებთო, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება რექტორის იგივე ან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კანცლერის პასუხები, როგორ ხედავს ბესეუს მომავალს საერთოდ. ამ შემთხვევაში თანავუგრძნობ მე ბათუმის უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, იმიტომ რომ ამაზე პასუხები, ესეთი სოლიდური პასუხი ამაზე უბრალოდ შეუძლებელია რომ გაკეთდეს. ეხლა ნახეთ, როცა საუბრობენ 3+1-ის სისტემაზე, 3+1 ეს არ უნდა იყოს სახელმწიფოს გადაწყვეტილება, არამედ ეს უნდა იყოს კონკრეტული უნივერსიტეტის და კონკრეტული პროგრამის გადაწყვეტილება. არსებობს ისეთი სპეციალობები, სადაც არის შესაძლებელი, თქვათ, რაღაცა დონეზე აკუმულირება და რაღაცა დონეზე შემჭიდროება თითქოს ამ პროგრამების, მაგრამ ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე, ჰუმანიტარულ სპეციალობებზე, სადაც ძირითადი წილი სტუდენტის განვითარებისა და განათლებისა მოდის სააუდიტორიო მუშაობა, იქ ხო ეს შეუძლებელია. არსებობს კომპიუტერული მეცნიერებების რაღაცა ტიპის პროგრამები, რომლებიც უბრალოდ შეუძლებელი არის, რომ ამ დონეზე შემჭიდროვდეს. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ სკოლა რა დღეში არის და სკოლიდან წამოსული კადრები, ეს სტუდენტები ყავს მხედველობაში, როგორ ჯამში 3 წლის მოკლება ალბათ, აი არ ვიცი ბატონიკომ წიფობაზე საუბრობდა და სერიოზული დანაკლისი შეიძლება იყოს, ხო? ხო და თან აბსოლუტურად გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ მე-12 კლასი იკარგება, ეხლა ყველა, ეხლა უკვე მე-11 კლასიც დაიკარგება. ანუ გამოდის, რომ რამდენი წელიც არ უნდა მოაკლო, ბოლოდ ამამთავრებელ წელს მაინც არივლიან ეს ბავშვები სკოლაში, თუ თავის დროზე ამ სკოლას არ უშველეს. და ეს სკოლის სამ რეფორმა რაღაცა ძალიან თებს გადაღმა და არც
ჩანს. კი ბატონო, და კიდევ ერთი ძალიან ვერაგი მოხლე რაც არის, სანამ დავასრულებთ ის უნდა ვთქვათ, დაფინანსების საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სტუდენტის მიერ გრანტის მოპოვების სისტემა, იმიტომ რომ აი ბავშვები თვითონ შრომობდნენ და თვითონ მოიპოვებდნენ თავიანთი შრომის უკავშირს იღებდნენ, ხო აი ამ გრანტების სახით და ეხლა გამოდის რომ სტუდენტი თვითონ არც არაფერს არ წარმოადგენს, გამოდის რომ მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტი ფინანსდება. როგორ დაფინანსდება ეს უნივერსიტეტები? ეს კიდე ბუნდოვანია და რას ნიშნავს ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი და ერთი უნივერსიტეტი, ერთი ფაკულტეტი. კი ბატონო, სამწუხაროდ ესეთი ვრცელი პასუხები ჩვენ ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს, უბრალოდ მათ კომენტარებს დავსვევთ სხვადასხვა არხებზე, რას უპასუხებენ გზა და ეს ვიცით, მხოლოდ თორე აი ამ სამგვერდიან დოკუმენტში ბევრ პასუხს ვერ პოულობ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლალი, რომ იყავით ჩვენთან. ლალი ანთიძე, ფილოსოფიის დოქტორი, ბესეუს ასოცირებული პროფესორი იყო ჩვენთან სტუდიაში. კიდევ ბევრი დარჩა სასაუბრო და გზა გავიგეთ ალბათ რას უპირებენ. მადლობა ვებშდობების სტუმარს. ყველა ცვლილება რაც ხდება ახლა ფაზლის ნაწილია, რომელიც საბოლოოდ დიდ სურათზე სავარაუდოდ შეცვლის შინაარსაც და გამოსახულებასაც და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ მიმდინარე ამბების კონტექსტის გააზრება. მაგალითად, როცა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე გვესაუბრებიან, რა კავშირშია ამასთან მე-12 კლასის გაუქმება. რა შუაშია მე-12